ვინ აპირებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ამ თემაზე ოპოზიციაში ასრთა სხვადასხვაობაა. დღეს კოალიციაცვლილებისთვის წევრმა ნიკა მელიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს მოუწოდა მკაფიოდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. როგორც მელია განმარტავს, არათავსებადია ერთმანეთთან, იყო კომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს სერიოზულად განიხილავდა 4 თვით ადრე ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ არჩევნებში შესვლას. დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პოლიტიკური მკაფიობის დრო დადგა. ანუ დადგა დრო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისა. კერძოდ, რას ვაკეთებთ? შევდივართ თუ არა ფარსში სახელად ადგილობრივი არჩევნები. უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მკაფიოდ. ჩემი პასუხი მათ, ვინც ამ ეტაპზეც ჯერაც ბევრი მართალია სხვადასხვა მიზეზის გამო ამ კითხვაზე პასუხს ვერ სემს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში ყველას გვეყოფა კეთილგონიერება, კეთილსინდისიერებაც და პოლიტიკური ალბოც. აი ჩემი პასუხი ყველა ასეთ სუბიექტს. მე არასდროს მithქვამს უარი არჩევნებზე. არჩევნები გააუქმა ქართულმა ოცნებამ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს და იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა და არა უბრალოდ ძალიან ცუდი ხარისხის თუნდაც ჩატარებული არჩევნებისა. მელიას ამ განცხადებას ოპოზიციაში მალევე გამოეხმაურნენ. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ არსებულ პირობებში პოლიტპატიმრებით ციხეში ახალი არჩევნების გარეშე თუ ვინმე აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ეს ქართველი ხალხის ღალატი იქნება. სანიკიძეც ოპოზიციას საკითხზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 26 მაისი უნდა იყოს რაღაც საეტაპო განცხადების დღე და ვთვლით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დრო არის, რომ ჩვენი პოზიცია ოპოზიციის და დიდმა ნაწილმა თუ ყველა არა იყოს დაფიქსირებული, იმიტომ რომ მარტივად უნდა გვესმოდეს რა, არსებულ პირობებში პოლიტპატიმრებით ციხეში, არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის დროს, ახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე, სავარაუდოდ დამატებითი პოლიტპატიმრებით, იმიტომ რომ 26 მაისამდე არის ზურაგ-გირჩი ჯაფარიძის პროცესი, ხო? ამ ვითარებაში თუ კი ვინმე აპირებს ამ სტატუს-კვოთი მონაწილეობის მიღებას, ეს არის ქართველი ხალხის ამ პროცესის ღალატი. პირდაპირ დავარქვათ სახელი, ღალატი. ვინც ამაზე წავა, ქართველი არა მხოლოდ ოპოზიციისგან, ქართველი ხალხისგან მიიღებს პასუხს, უმძიმეს პოლიტიკურ პასუხს. მიმაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია არის ცხადზე უცხადესი, არსებულ სტატუს-კვოში ჩვენ არაფერი დამატებით განსაცხადებელი არ გვაქვს. ვაფიქსირებთ, რომ შეუძლებელია არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი. ლელო ძლიერის საქართველოს წევრი ლანა გალდავა ამბობს, რომ 26 მაისის წინ მსგავსი თემების შემოტანა კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობაა. გალდავას თქმით, ძლიერის საქართველოს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. ლელო ძლიერის საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებს, როდესაც ამას ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ამის დრო მოვა. ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორი მთავარი საკითხი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლების მიერ ამ საკითხის კატეგორიული ტონით დასმას, ვიტყვით, რომ ლელო ძლიერი საქართველოს ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე და 26 მაისის წინ მსგავსი თემების შემოტანა მსგავსი ტონით არის კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობები, რაც არის დამაზიანებელი ოპოზიციური სპექტრისთვის. პარტია გახარეს საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის ემზადება, მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. რაც შეეხება კონკრეტულ პასუხს კითხვაზე აპირებს თუ არა გახარეს საქართველოსთვის 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, ამის შესახებ საზოგადოებას ღიად აცნობებენ. ჩვენთვის რა თქმა უნდა ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად ბატონმა მელიამ და ყველამ პრინციპში კარგად იცის. დიახ, ჩვენ ვემზადებით მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვის, კიდევ ერთხელ დიახ, ჩვენ ვემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვის. თუ მაგალითად მიიღო ჩვენმა გუნდმა, პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, თუ ასეთი რაღაც მოხდა, ამას რა თქმა უნდა გაიგებთ ღიად ჩვენგან. ზუსტად ისევე ღიად, როგორ ღიადაც ამდენი ხანია, უკვე თქვენ ყოველდღე აქ დადიხართ და ისმენთ ჩვენგან, აბსოლუტურად ღიად ამდენი ხანია ვამბობთ, დიახ, ჩვენ ვემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვის. ეს ერთი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. ბოლო პერიოდში მიღებული სადავო ცვლილებებით არჩევნების დაკვირვების პროცესი კიდევ უფრო გართულდა. 3 აპრილს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამ მომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება შეიზღუდა.